მაცნობს, რომ იგეგმება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბატონ მიხეილ სააკაშვილის ბრიფინგი. ჩვენ ბრიფინგს პირდაპირ ეთერში ვთავთ. მოგესალმებით მეგობრებო, პირდაპირ ეთერში ვარ, ხო? ყველა ტელევიზია არის ჩართული. უკრაინაში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით მინდა მოგმართოთ ორიოდე სიტყვით. მინდა მოგესალმოთ მეგობრებო, მინდა ვთქვა, რომ ეს შემოთავაზება იყო აბსოლუტურად მოულოდნელი. მართლა არ ველოდი. ერთ თვეზე მეტია, საერთოდ არ ველოდი თუ ამ პოსტს შევთავაზებთ. სიმართლე გითხრათ, როდესაც გავიგე, რომ ამ პოსტს წარმატგინეს, ერთდროულად 7 ენაზე გამიხარდა. ვაპირებ სხვადასხვა რეფორმების გატარებას, მაგრამ პირველ რიგში შევცვლი კიევში სახურავებს. მართლა რაღაცნაირი სახურავებია. სპეცრაზმი რომ მოდიოდე შენ სასაყვანად, ვერ გაიქცევი, ისეც ურავს ფეხი. ვიწყებ ასევე რეფორმების პირველ ნაბიჯებს. უკვე გავიცი განკარგულება და იწყებე რეფორმებს. იუსტიციის სამინისტროში, ჯარში, პატრულში და ასევე წერენ სიმღერას. Сонияцночи дощово, миса შეზე კრუტის. ნუ სტარია თვალდარია გადათარგმნის, რა. ისე რა უცნაურია, უკრაინის ვიცე-პრემიერი გავხდის და მარნეულში ისევ ჩემს სახელს კანდიდირებენ. მანდაც მალე ჩამოვალ ჩემო მარნეულის კლასტერის ძმებო. მე მინდა პირველ რიგში მივესალმო ბიძინა ივანიშვილს. ბიძო, აბა როგორ ახარ? და აბა რა, აბა. ხედავ სოფლიო როგორ ბაღიერებს. ხედავ სად დაგირწი პენალტი. ეს მხოლოდ დასაწყისია. მალე საქართველოში ჩამოვალ, შენ კარებთან მოვალ და დაგიკაკუნებ. TikTok, შე TikToker-ო ხიხო. ბევრისგან განსხვავებით, უკრაინა კიდევ ერთხელ მენდო, რადგან იცის რომ მიავაშენებ ხარკოვს, მიავაშენებ დნეპროპეტროვსკს, მე დავამშვენებ ჟიტომირს და მე გავასწორებ კრივოი როგს. მინდა ჩემს ქვეყანას მივართო. ჩემო ბედგრულო მემლეკეთო. მართალია აქ სამსახური ვიშოვე, მაგრამ გეტყვით, რომ ჩემი გული ისევ საქართველოში წკერს. ჩემი 2 მეტრიანი ნაბიჯები ისევ ჩემი ქვეყნის მიწაზე ტოვებს ნაკვალევს. ჩემი სკაიპი ყოველთვის მწვანეთ იციმციმებს ჩემი ქვეყნისთვის. თული ყოფილა იმის გააზრება, რომ თუ ამ ნაბიჯს გადავდგა და ვიცე-პრემიერად დავინიშნები, ჩემს გუბასთან ჩასახუტებლად დაღარ მეცდება. დროებით, შვიდობით, ჩემო ლამაზო საქართველო. და ბოდიში იმისთვის, რომ რაღაც კარგი პონტი გამეჩით, რომელსაც ვერანაირად ვერ გავმასავთ. ალბათ ახლა მანდ ყველაფერი მწვანეა. უკვე ჩიტების საამურა ჭიკჭიკებ და სიცოცხლე ხელახლა იკრებს ძალებს. ალბათ ამინდი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა. შეიძლება ჯერ კიდევ ცივა, დამცხელა, ან უბრალოდ ქარია. გაზაფხული ხო მე მგავს. და არ დადის. თორე ისე ჩემსავით, გიჟია. ყველანაირად ფიქრობდი, ჩემს სამშობლოში ჩავალ. ფეხით, დავით, მანქანით, ცხენით, მაგრამ მივლინები თუ ჩავიდოდი ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. დაბაწავეთით. აეროპორტში თვითმფრინავი დაქოქეთ დროს. გავედით. საით არის ხო? გავედით.